ღედაღავი მსოფლიოზე მოგესალმებით. ჩვენი საუბრების შემდეგი ციკლია. აქამდე გიორგი ზერელე ისტორიებს გვყვებოდი. ეს იყო ფეხბურთის ზერელე ისტორიები, გაურკვეველი 11-ეული რაღაცები. ეხლა მოვიდა დრო, რომ ნაღდი ამბები მოყვეს ჯანელამ და გადავწყვიტეთ, რომ უნდა მოგვიყვეს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებზე ისეთი ისტორიები, რომლებიც არ ვიცით. ეს იქნება ნაღდი, წყალი რო არ გაუვა ისეთი. შენ გენაცვლე გაბარა. ტყუილებსაც ვიტყვი, მაგრამ წყალი არ გაუვა მაინც. ისეთი ტყუილები. ხო, ჩვენი ამოცანა ხო რომ წყალი არ გაუვიდეს. ჩვენ არა გვაქვს სხვა ამოცანა. კი. და ამ საქმეში მე ჩემ თავზე ავიღე მათემატიკური მხარე, ციფრები. იურიდიული მხარე ავიღე ჩემ თავზე. და აი ამ ციფრების და რაღაცების მიღმა რაც შაუბნელი ისტორიებია. ხო. ინტრიგები, სიბოროტეები, სიძულვილები, სიხარულები, ეს ყველაფერი ჩაიბარა ჯანელამ. ამასობაში თქვენ უნდა ჩაიბაროთ, რომ გამოიწეროთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გიყვარდეთ ჩვენი არხი. წინასწარ თქვათ, რომ ზოგ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალი არ ყოფილა. ვა, აი ეს დაწყება არ მეგონა. მაგრამ ჩვენ დავარქვათ ფინალი. მოდი. ბოლო თამაში ხო ფინალი ერთ. ხო, ფინალი არის ბოლო. ხო, რაღაცა, ხო მივიდა რაღაცამდე. აი ეს მდე არის ფინალი. კაი, დავიწყოთ პირველი ჩემპიონატი. აქ ფინალი იყო, არა არ იყო მესამე ადგილისთვის თამაში. ოღონ ერთი ვერსიით იყო, ერთით არ იყო. ხო, მაგალითად FIFA ამტკიცებს, რომ იყო მესამე ადგილისთვის თამაში. იუგოსლავია მოუგო ამერიკის შეერთებულ შტატებს 3-1, მაგრამ ფეხბურთელებს არ ახსოვთ, რომ ესეთ თამაში ჩატარდა. როდის კითხეს? როდის კითხეს? ერთ კვირაში ურუგვაელები ზეიმი რო დაამთავრეს, იქ ჟურნალისტები მაშინაც ხო არსებობდნენ. და მესამეზე ვინ გავიდა? დაინტერესად. ჩვენ პირველზე გავიტარგინდა მეორეს და მესამეზე ვინ გავიდა? ეს მესამეზე ვინ გავიდა? დღესაც საკამათოა ამბავია, იმიტომ რომ FIFA-მ კი თქვა 3-1 ჩატარდა მესამე ადგილს თამაში და 3-1 მოიგო იუგოსლავიამ, მაგრამ ამ თამაშის თვითმხილველი არ არსებობს. ვიწრო წრეში ჩაატარეს. არა, საერთოდ არ ჩატარებულა ეს თამაში. აბა FIFA-მ საიდან მოიტანა? არ ვიცი. მაშინ ვიწრო წრეში ჩაატარეს. ეგ დარჩა, ეგ ვერსია დარჩა. ფანტომური გოლები ჩვენ ვიცით. მსოფლიო ჩემპიონატებზეც მათ შორის ხო, იქ ბახრამოვმა რო ჩატვალა მერე ლამპარდმა გერმანიასთან იყო თუ არა და ასე შემდეგ. მაგრამ აქ პირდაპირ ფანტომურ თამაშზე გვაქვს საუბარი, რომელიც არ ჩატარებულა. ეხა ირკვევა. ამიტომ გაუგებარია მესამეზე ვინ გავიდა მან. ხო, შესაბამისად მეოთხეზეც. მეოთხეზეც, ხო. არის ცნობა, რომ ორივეს მისცეს ბრინჯაოს медаლი. აჰა. მაგრამ იუგოსლავია იძახის ჩვენ გავედითო და ის იძახის ამერიკა არა ჩვენ გავედით. და ხო ორივეს медаლი აქვს და იძახოთ. ხო, ანუ მესამე ადგილისთვის თამაში დღესაც ვიცით ამ ინფორმაციით არ ჩატარებულა ორივე გავედით. თუმცა მყავს ორი მესამე ადგილოსანი. ხო და ასევე FIFA ამ რაღაც პერიოდი ამტკიცებდა რომ ჩატარდაო და იუგოსლავია მოიგო. ესეთი ორგანიზებული იყო ხო პირველი ჩემპიონატი. თუმცა ჩვენ ფინალებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ფინალებზე და დავიწყოთ სტადიონით. მიდი. აი სტადიონი მე თავიდან გითხარი რომ ეგ ფინანსური კრიზისის გამო დაამთავრეს და ვერ მოასწრეს. მაგრამ ფინალისთვის უკვე მზად არის სტადიონი. 5 დღით გვიან დაამთავრეს ჩემპიონატი და დაიწყო 5 დღის მერე ჩაბარდა სტადიონი. ვა, ფინალში იყო. მაშინ დედაქალაქში ხო? მონტევიდეოში. ყველა თამაში მონტევიდეოში ჩატარდა. ეს ჩემპიონატი მაგით გამოირჩევა. რომ არ გასულა ქალაქის გარეთ. ხო. ფინალისტვის მოაწყდა 10,000 არგენტინელი გემით. მაშინდელი 10,000 კაცის გატარება ეხაც ძალიან უჭირთ აეროპორტებს და პორტებს და ეს მაშინ იქნებოდა თან ეს 10,000 კაცი იარაღით იყო ჩასული ნაწილი. ხო. 1930 წელი.
ხო. იგი ხარ უცხო ქვეყანაში, იარაღით მოწახვიდე. კი ბატონო, ვეთანხმები. ხო და ჩამოვართვე სპორტში. ამიტომ იქ ძალიან გაიჭედა იქ შესვლა რიგები, მე გაფიცვა და იწყეს თანამშრომლება, არ უნდა გეთქვა 10,000 კაცს ყავდა იარაღიანი. ვისაღები და ზოგი იარაღიანი და ზოგი უპასპორტო და ზოგი ესეთი და ზოგი ესეთი და ასე იყო თუ ისე მივიდა ეს ხალხი სტადიონზე. 1600 იარაღი ჩამოართვეს სტადიონთან ხალხს. ეს ურუგვაელებს. ხო. იმათ საზღვარზევე ჩამოვარდა. ჩამოვართვითო პოლიცია წერდა, მაგრამ პირველი გოჟო გავიდა სროლები იყო. შეიძლება გუნდის ექიმები ისწოდნენ. არა ვიცი, ხო ვინის. წყაროებში ხო არ არის დახსენები რომ გუნდის ექიმებს ჩამოვართვით იარაღი. მასაჟის ექიმს და წყლის ბიჭს. ხო, მოკლედ გადაჭედილი სტადიონი. ოქმიდან ვიდა გითხრა. და 68,356 ადამიანს. სტადიონს ეკვა სენტენარიო. სენტენარიო არის 100 წლის. 100 საიუბილეო რაღაცა. ახლა ურუგვაის 100 წლის იუბილე ჰქონდა და სტადიონსაც დაარქვეს 30 ივლისია. 100 წლის თავი. ესეთი სტადიონი რო ჰქონდეს საქართველოში. 100 წლის თავის სტადიონი. კაი, გადავიდეთ მსაჯზე. მოკლედ ეს ხალხი შევიდა ზოგი იარაღით, ზოგი ასე, ზოგი ისე, ზოგი ისე და გამოვიდნენ მსაჯი. მსაჯი არის გალსტუკით და კოსტუმით და კალიფე შარლით. ეგეთი მსაჯი იყო ეს ბელგიელი ლანგენუს. მანამდე მე გითხარი რომ ევაკუაციის გეგმა მოითხოვა თქო. საჯმა. ხო, ხო მოგიყევ. ხო და ეხა ხო მივხვდი რატომ მოითხოვა. იარაღიანი ხალხი რომ სტადიონიდან როლები ვინ დაუშლის რომ დაუმიზნონ ამ მსაჯს. გვერდით მსაჯზეც ვიტყვი ერთ სიტყვას. ბოლივიის მწვრთნელი იყო. გვერდით მსაჯი ფინალის. ხო. ბოლივია ამ დროს უკვე გავარდნილია. ეხლა დაუბრუნდეთ თავარსაც, როგორი კაცი იყო. ხო გითხარით, ჰასტუხიანი, კოსტუმიანი, კალიფეშარლიანი. ბელგიიდან რო წავიდა, მაშინ ჩვენ მივაპარაკეთ, რომ საჯის ესე დაკერვა ძნელი იყო, რომ წამომყევი. ახან ეს დაკერეს ამას თავის პირობები ჰქონდა, 1.5 სიგარეტი წაიღო. წეველი კაცი. ბელგიიდან წაიღო? ხო. და სიგარეტის დიდი ოდენობით შეტანა და გატანა ქვეყნიდან. ეხლაც არ შეიძლება, ხო? არც მაშინ არ შეიძლება. მაგრამ რაღაცნაირად დამალა ამან. და ჩაიტანა იქამდე რა. ეს ისეთი წეველი იყო, სიგარასაც ეწეოდა და აპიროს. მაშინ ელექტროსიგარეტი არ იყო. თორე მოწერდა. მაგასაც მოწერდა. ეს მივიდა სტადიონზე, მაგრამ არ უშვებენ. საჯს? ხო, იმიტომ რომ რაღაც საბუთი რო ქონდა მსაჯს. რომ მივიდა და ანახა 420 კაცი იყო დღეს ესეთი საბუთი კონსული ზუსტად და იჭირეს. და მე მოიკითხა პიპამ და ურუგვაის შინაგან საქმეთა სამინისტროს მსაჯი სად არის და მიაგნეს დაჭერილი ყავს პოლიცია სტადიონის დაცვას? პოლიცია რო იცინდა, აი იარაღებს ვინც ართმევდა და ყალბის საბილეთოებს ვინც აკონტროლებდა, იმან დაიჭირა როგორც ყალბი საბუთით. ყალთაბანდი, ეხლა ყალთაბანდი. ხო, და სვათეშს არ იყო ეს წინააღმდეგ. ხო, გიხარ, არ უნდა ციხეში ერთი. სიგარეტი იყო. სიგარეტი იყო. ეს პრობლემზე ანგარიშსაც მიხვდებოდა. ხო. გამოუშვეს და პირობით. რაღაცა დაუტოვეს მაგარი. და იმსაჯა. ეხლა გადავიდეთ მწვრთნელზე. ალბერტო სუპიჩი, ეგეთი კაცი იყო ურუგვაის მწვრთნელი. 31 წლის კაცი. ვა, ალბერტო სუპიჩი. კი, და ავტორიტეტი ჰქონდა ისეთი, რომ ჩემპიონატის წინ ანდრეს მასალი ვარსკვლავი წავდათ გააკეთა. იმიტომ რომ ის ცოლთან ერთად მივიდა თუ რაღაცას. ვარჯიშზე?
სასტუმრო ბაზაზე სადაც იყო ცალთან ერთად გამოცხადდა და ამ ცოლიანად გააგდო. დედაბუდიანად ანდრეს მასალი არა მარტო ფეხბურთელი იყო, არამედ 400 მეტრზე ბარიერებით მორბენაში იყო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ესეთი კაცი გააგდო ჩემპიონატის წინ. ანუ ეს ვაშკაცი კაცი იყო. 31 წლის მწვრთნელი. და დაიწყო თამაში, როგორც იქნა. საწოდავო ბელგიელმა ჩასვენა. პოლიციიდან ახალ გამოშვებულმა, მაგრამ ჰალსტუხიანმა და მოწესრიგებულმა სიგარეტის სუნიანმა კაცმა და დაიწყო თამაში. აქ მე გითხარი რომ ბურთზე ქონდა პრობლემა. ორივე გუნდს თავის ბურთით რომ თამაშეს ეს ფინალია. და პირველი ტაიმი ერთი ბურთით რომ ითამაშეს და მეორე და რაღაცნაირად ისე დაემთხვა რომ რომელი ბურთიც რომელს უნდა და ის ტაიმი იმათი უპირატეს. ოქმში არის ხო? ახსენე. ხო. იცი რა მაინტერესებს? აბა. შემთხვევით ხო არ იცი ფორმების ამბავი, მაგრამ ორივეს აქვს ერთნაირი ფერის ფორმები. ეს შავ-თეთრ ფოტოებს. ალბათ. ანუ დროშაზეც და ისტორიულადაც ცისფერი მაისურები შავი შორტები. ერთი გოლი გაიტანა უხელო კაცმა. ოფიციალურად უხელო იყო თუ ტევანი არ ხო. მოვიდეთ. ექტორ კასტრო იყო ეგეთი ფეხბურთელი 13 წლის იყო, მაშინ ბავშვებიც მუშაობდნენ დასგებთან და ხელი ჩახვა რაღაცაში და ტევანი არ ხო. მაგის მერე მსოფლიო ჩემპიონატზე უხელო კაცს არ გაუტანა. ამან პირდაპირ ფინალში გაიტანა გოლი. ირიარტე არის ესეთი გოლის ავტორი. ირიარტე როგორ 72 წუთზე. ხო. ეს კაცი პარიზის ოლიმპიადაზე წავდა 24. სამით ორი გახადა. ხო. პარიზის ოლიმპიადაზე გამოაგდეს გუნდი. რადგან ხალის ამბავი იყო. ვაღლა დელიკატურად. ხო, ნუ აცი ხარ. ერთი ჟურნალისტი წერს, რომ ხალის რა ცოლის. მაგრამ ცოლი რა ხალი არ არისო, მწვენ მოუთხარ. იმაზე კი არა გვაქვს პრობლემა. სტატუსზე. ხო, ჯვარი გაქვს დაწერილი. ზოგადად ქალზე გასულდა. იმ პერიოდში სხვა საქმით დაკავშირებულად ხალი არ შეიძლება. და ოლიმპიადამ გააგდეს ამერიკაში ხანს არ იძახებდნენ, მაგრამ მერე დაუძახეს და მერე ეს გააგდეს მასალი. ხო, ეს გაიგეს. ეგ ამ წუთმა რა უმერე ის ქალის გამოგვაგდებული მოიყვანა და ხო, მაგრამ იმის მერე 6 წელია გასული. და ის ცოტა რაღაც გამოჩენილა. ხო, ეს ამჯერად უხადოთ მო. ხო. სტაბილე იყო ეგეთი ფეხბურთელი. გოლი არ გაუტანია, მაგრამ გაიტანა 37 წუთზე. მოდი შევხედე. ხო. არგენტინელი 2-1 გახადა. ეს იყო ურაკანი ეგეთი გუნდია. ხო, თაშხალია ხო? ხო, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ევროპაში წავიდა, მე ჯენოვაში თამაშობდა, მე ნაპოლიში და მე საფრანგეთში გადავიდა. ერთ სტარში. მაგითი არის ცნობილი. მეორე დღეს ისე გაუხარდა ურუგვაის, რომ უქმე დღე გამოაცხადა. ოღონდ მარტო მეორე დღეს კი არა, ყოველ წელს ის დღე უქმე დღე. ფინალის დღე. ხო, 30 ივლისი. ხო. სამაგიეროდ არგენტინაში გლოვის დღე. ურუგვაის საელჩოს დაესხნენ თავს ყველით. და ცუდის იყო. ხო. ეს ვიცით პირველ ჩემპიონი. სხვათა შორის ახლა ოქმს თუ გამიხილოთ. აბა. პირველ ტაიმში იყო არგენტინის ბურთით. ხო. პირველ ტაიმში მოჩა 1-2. არგენტინის ასე. ხო. ნახე ურუგვაიმ არგენტინის ბურთით გაიტანა. მაგრამ და თავისი ბურთით. ეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ესე იგი ბურთშიც იყო რა. ხო, რაღაცა იყო ბურთშიც კი. ჯერ სხვათა შორის თასმიანი ბურთები. ხო. ფოტოებიდან მახსოვს. ხო, ამ ბურთის თავის დარტყმა ნიშნავს შეიძლება გეტკინოს. არა მარტო გეტკინოს, კვალიც ხო, ის თოკი გიტოვებს კვალს. მithmetes კვანძის ადგილი. ხო. და ეხლა ის ჩამწოდებელს მახელავს დატობა მოითხოვება მაგ დროს რომ ისე ჩააწოდოს რომ თოკი არ მოხდეს კალთა. თოკიანი ადგილი არ მოხდეს, იმიტომ რომ მე უკვე მიზნის მიმართულების მიცემას უკვე შენზე არ არის დამოკიდებული. ცოტა თოკიც შემოდის. და რა მგონი ახლა მასე წყაროებში ეწეროს ესე დაწვრილებით, მაგრამ ხო იქნებოდა გითხრათ რომ თასმა რო იხსნება რა. როგორ არის? ხო, აი ექსერო გეხსნება ხოლმე რომ დაფავტო ეს. თასმები რო პარტნიორობენ, ბურთიც ხო იქნებოდა. კი, მაგას აჩერებდნენ მეტად თამაშს. რა. აი დაარტყა ვიღაც ამ ბურთი და უცებ გაიხსნა და ეს თასმები ფართხალებენ რა. პირველი მეცხალი არ გაქნება. მანდაც ხო არ ბურთის პრო. ხო იქ სხვა პრობლემები არის, ასე ხევდა ის იასონი. არა ერთი დიდი ხანი რო ავარდება. აი სხვა არის, მაგრამ თასმის ამოვება ინტერესებს. საჯია შეიძლება ბელგიელი კაცი. ფიფას უკვე სხვა ბურთიც ექნებოდა და სხვა ბურთით გააგზავნებდნენ, მაგრამ ისე ძველ ბურთში ეს თასმა პრობლემებს ხდება. მე შემოვიდა ზმეიკა არა უთასმო ბურთები შემოვიდა და ამოისუნთქეს. და ის გამდიდრდა მეც ეგ მოიგო. მანამდე რაღაცა ბიჭო ღორის ნაწლავის განაკეთებდნენ და ამ ბურთს. ხო, მე რაღაცა ტყავებს შემოაკერებდნენ. ღორისავე. პარანდაგული ის ხო ერთ. ხო, არის ხო უსუნო ბურთები. არ იქნებოდა. ნეცე გაზრიგამ რომ რაღაც სპეციფიური სუნი ექნება. ხო, ყოველ შემთხვევაში როგორ იცი, თავდასხმელური რომ თავზე არ ჩამოწევს. არა, სკვირთან. საფესანა ჩამოწევდა. პირველი გოლი გაუტანია დორატოს ურუგვაიდან. თევზია დორატო. თევზების ესეთი საინტერესო ინფორმაცია. ხო, დორატო ესეთი კაცი. ფეხი ხელი თავყოლა. კი, თორია. შემთხვევაში ნაკრებში წოლიანად არ მაგრამ ეგ ურუგვაის ის იყო ეტიში თუ მიღებული იყო სოლიდარიტეტი რომ ვარჯიშებზე და თამაშობს ამ ბაზაზე თუ სხვა რამებში შეიმჩნეოდა მოსკოვში ვიცი როგორ არის ძნელი კი ამბობდა ეს აქნათ ეს და ეს მაგრამ იმ წერა კითხვა ხო არ იცოდა ზოგი ხო ზოგი მოხლი არ მოეჩვენა ზოგი მოსმენის კულტურაც აქვს ხო ზოგი მოხლის სერიოზულად არ მოეჩვენა ეს ხარა უჭირს აქ ამ საჯიზე ბარემ თქვა ეს შვედი საჯი ნახევარფინალში იყო იუგოსლავიასთან ნახევარფინალში მოჩა სიტესტერი გოლი ოღონდ აქ მთელი ამბებია ამერიკის ნაკრები რომელიც ერთდა მაგალითად გამახსენდა და მე გამახსენდა და დავწერე ერთ ფეხი მოტეხეს ერთ ხელი პირველ ტაიმში ხდება ეს. ერთ 4 კბილი ჩაუმტვირეს. და მეორე ტაიმში 6 კაცი იყვნენ. და არის ეს შეიძლება. ხო, ესეთი სუსტი გუნდი არის. იუგოსლავია 2-1 რო აგებდა. მესამე გოლი როგორ გაუტანეს იცი? პასივი მიცა იცი საგოლებას. პოლიციები. გადასულ ბურთს შემოაბრუნა. სამავე დაინახა რა. Man Jugoslavia giga protestes. Poliția tribuneze la xteba xobit შეგვია აგებული ვისწრები. ამიტომ პირველ ჩემპიონატზე უკვე პატიე. ის პოლიციის გვარი უნდა იყოს. ასისტაში უნდა ეწეროს. ზოგადად უცები ასისტი ვიღაცა როდრიგესი. დაყოლებს ძირითადად არ არის. რა უნდა მეკითხა იცი? აი ფინალი რო არ ახსოვს არავის. მესამე ადგილი პოდში. ხო. საჯი არ მოიკითხეს, საჯებს აკითხეს ვინმე. კი, არ ახსოვდა თარციმ. არ გვიმსაჯიო.
არ ყოფილა ესე. არ ყოფილა თქო ხო და მან FIFA-მ რატომ მოიგონა რომ ჩაატარა არ ვიცი. მე 84-ში გამოუშვეს რაღაცა ისა მემორანდუმი თუ რაღაცა რომ ეს ჩატარდა და იმან მოიგო იუგოსლავიამ არ ჩატარებია. არავინ არ და ამტკიცებს. მოკლედ ურუგვაი მოიგო, დანარჩენი ჩვენ ადრე მოვყევით. კი. ხო? და ახლა წამოვიდეთ მეორე ჩემპიონატზე. 1934 იტალია. იტალიაზე მე გითხარი თავიდან რომ მუსოლინი იყო ინიციატივა ეს ყველაფერი და ფულს მე გადავუხდი ყველა გონცო და თავის ნაკრებს დაპირდა რომ 20,000 ლირას მოგცემთო თუ მოიგეთ. 20,000 ლირა 25,000 ევრო რა თანამედროვე. მაგრამ ეს რაც კარგი დაპირდა. თუ წააგებთ აი უბრალოდ ისია იყო მუსოლინია და მე ვიღაცები წერდნენ ამ იტალიის ნაკრების წევრები რომ ხარ წაუგიათ და არ დასჭირონ, მაგრამ ეს ციხე და რაღაცა იმებს მამულების წვეთებდნენ. აქ უკვე ამათ ხალხ მონტი ესეთ ფეხბურთელი, რომელიც წინა ჩემპიონატზე იქ იყო არგენტინის ნაკრებში და ფინალის წინ წერილი მიღუვიდა ურუგვაელებისგან, რომ არ გამოხვიდება, თორემ მოგკლავთ. და არ გავიდა. არ უნდა და გამოსო. და მწვრთნელმაც გაითვალისწინა და სხვა აყენა, მაგრამ ის დაინდრა გახურებისას და მაინც ითამაშა. მონტიმ და კიდე კაი ურუგვაი მოიგო. ხო და ეხლა უკვე გადმოვიდა იტალიის ნაკრებში ეს მონტი. აქ არის საჯი უკვე შვედი, ივან ეკლინდი, რომელიც თანატორი კითხვა. ფეხბურთის საჯი კი იყო აქ ფინალში, მაგრამ ჰოკეის საჯიც იყო და ბალახის ჰოკეის საჯიც. ყველაფრის საჯი, ესეთი ყველაფერში. კი, ნახევარფინალში საერთო გოლი ჩაუთვალა გუაიტა იყო ეგეთი ფეხბურთელი. საერთო რა ნათურებით. და წინა ფინალში თუ იმაში ნახევარფინალში გოლი ჩათვალეს პოლიციის ვასით ხო? აქ თუ არ ვწდები ვიღაცა წამოედო და წაქცეული იყო საჯი გოლი რო გავია ვერ ხედავ. ეგე ხო და რაღაცნაირად ჩათვალა. ეს გუაიტა, სკოპელი და სანტიარო სამი ფეხბურთელი იყო, ვინც იტალიაში გამოიქცა რა. იქიდან სამხრეთ ამერიკა, მაშინ ხომ მოგიყევი რომ მე ომის დროს უკან გაიწვა. ამათ გაქცევა ვერ მოასწრეს კომისარიატმა. ტიმიადგა პირდაპირ წაიყვანა კომისარიატში. რომას ფეხბურთელები იყვნენ ესენი, სამივე იყო თავდამსხმელი. მთელი თავდასხმა წაიყვანეს ჯარში. რო გაიგო ეს რომამ ვიღაცა კაცი გაუშვა, რომ გამოვაშვებინა. და გამოუშვეს მართლა და მაგრამ შეშინებულები გამოვიდნენ ისინი. თიმხრივ ვიღაცა რომას ადმინისტრატორია და იქით იტალიის სახელმწიფოა, რომელიც ეუბნება, რომ ავტომატურად მოქცე და გიშვა ეთიოპიაში და ესენი ძახდნენ რომ ხო არ მიმართოთ არგენტინის საკონსულოს და ის ამშვიდედა რომ არა კაცო მე მოგხედავთ და მოდით საღამოს ვარჯიშზე და ხო კაი დაიშანენ და საღამოს ესენი არ მივიდნენ ვარჯიშზე გადაიპარნენ საფრანგეთში და დააწუნენ თავისთან რა არგენტინაში წავიდნენ და აქ ერთი გოლი გაიტანა ორსი, არის ეგეთი კაცი. როგორ არ არის? 91 წუთზე. ეს ორსი აგებდა სხვათაშორის იტალია. ჩეხეთი. კი, აგე. პირველი გოლი გაიტანა ჩეხებმა, პუჩმა გაიტანა 71 მეტრზე, 10 წუთში ორსიმ გაათანაბრა. ხო. და მერე სკიავიომ ეს ორსიც იქიდან წამოყვანილი კაცია. არგენტინია. ამ დროს უკვე ასაკშია ეს გამოჩნდა ლიპტონის თასი ტარდებოდა მაშინ. ლიპტონი ცირა ცივ ჩაი. ხო, მაგის თასი. სადა?
ეს ლიპტონი იყო შოტლანდიელი ჩაიე ვაჭარი და ბიზნესმენი და იქ დაარსა ლიპტონის თასი 1905 წელს სამხრეთ ამერიკული ნაკრებების მაშინ ორ ქვეყანას ჰყავდა ნაკრები და ანტიმოზიბერიელის თასი რაგბიში რაღაც ეგეთი იყო თავი რა ურუგვაი და არგენტინა თამაშობდნენ მან გამოჩნდა რომ მე იუვენტუსს მოეწონა სადღაც ნახეს და გვირაბში დახვდნენ თამაშს მე ვის ამ ორსის ხო და გადაიბირა რა მაშინდელი ანიელი ნაღდიანი დახნა და უთხრა თუ ჩამოხვალო მე ვიცი მაშინ ჩამოვიდა მართლა ის ჩამოვიდა გენუაში გენით ეს დახვდა მანქანა და ახვედრა ფიგატი მაშინდელი ანიელი ვარას დახვედრა რანაირ მანქანა იცი არ დაიდარდოში ორი ჩოხიანი მეჭიროდა ხო მანქანა და ერთი როცა რაუზეს ის და მეორე ისე რომ დაიგეთ ხო სათვალებს ხო და ოქროს საათი და ვილა და თან გადაყვა ხო იპატი ანიელი კაიკაციო ანიელი თუ იტყო და ხო და ისა რა ქვია ეს თან მე ვიოლინე იყო ორსი ხო და ხამე უკრავდა და მეზობლები უჩიოდნენ იტალიაში და უღაკებდა მაგას ანიელი მართლა კი კაცო მას ფაშისტები არიან და ხმას ამერა ვიოლინო კი არა ზარბაზნიდან ეს ყველა და ეს ნაკრებში გამოჩნდა პირველი თამაში გაიტანა ორი გოლი მე პორტუგალიას კუთხურიდან ჩაუხვია მაგარი მე დაამტრია ფანტონი პირველი ესეთი ფეხბურთელი ბრაზილია ფანტონი პირველი ხო ნეფე დაამტრია არა ფანტონი პირველმა დაამტრია ნეფემ დაამტრია ნეფე არის ეს ფანტონი იყო ოთხნი იყვნენ რა პირველი მეორე მესამე მეოთხე ძმები და ბიძაშვილები ხო და ჟურნალისტებს უყურებია ერჩიათ და ნომერს საერთოდ მარტო ფანტონი იყო ყველას ლუის ფანტონი ან რაღაცა ჟილბერტო ფანტონი არისო პირველი მეორე მესამე და მეოთხე და ასე ოთხი იყვნენ რა და ორი აქედან ევროპაში წავიდნენ ეს ბრაზილიელები და ესენიც მე გაიქცნენ უკვე ეს ორსიც გაიქცა, მაგრამ ორსი გახან ჩათვალა რომ ანიელის მაგრამ უყურდა თან იყო გადაყოლილი, რომ დაინახა ჯარში მიდიოდა ანიელისთან მივიდა და უთხრა მე ვეხა წავალო არგენტინაში და შენ თქვიო ვითომ დედა ჩემია ცუდად. ანუ გიტო წავედი. რაღაცნაირად ესეც წავიდა უკან. გარდა მე ვიოლინის, ეს იყო პინგ-პონგის თამაში და ლუდომანი. ყველაფერზე უყვარდა მიწავის და მაიკ ჯორდანი იცი რა ხერმა ტიპის კაცი იყო რა. 10 ივნისს ჩატარდა ეს ფინალის სხვათაშორის. ხო. ანუ უფრო ადრე ვიდრე უწევს ხოლმე რა. მიშოვლასაც არ წინა რატო ჩატარდა. ეს იყო მე რა ჩემი ვერსია. რა 10 ივნისს უკვე ძალიან მაგრად ხელოდა. 40 გრადუსი იყო ფინალის დღეს. სიცხე. არა მარტო. აქ უკვე ოლიმპიური ის ჩატარდა. გავარდი წავდი. უნდით ცოტა იყო, თამაშიც ცოტა იყო და ყველაზე მალე მოყომარდა. და სიცხეც. სკიავიო არის ესეთი. როგორ არის ხო გითხარი 95 წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა ჩეხ მეკარეს. ხო. პლანიჩკას. ჯერ პლანიჩკაზე მოგიყვები როგორი მეკარე. მიდი. ეს იყო ქუდიანი მეკარე. კეპიანი კი არა. ხო. ეს რა ქუდების სერიოზ თბილი აეროდრომა ქუდები. ხო, ეს რა ინკალა ქუდებსაც რო ეძახიან. ხო. და მაგ ქუდით დაამოღამა პენალტების წავება. ეხო თბილი არის. ანუ ისეთ ნაგებია, ხო, თბილია. ნუ 40 გრადუსში გაგიოფლენდება როგორც მინიმუმ. ხო, მაგრამ ეს სამაგიერდის კეპი რო არის მზეზე. ხო. ეხმარება. მაშინ ღამის განათებები და ის არისო და მზეში რო თამაშობდნენ, ეს ჩივნად ოფლიანი თავით ყოფილიყვნენ. ვიდრე სიბნელეში. შედველობა და ზიანებულები. ხო და
ქუდით იღებდა. როგორ შეიძლება ქუდი გამოიყენო პენალტის მოგერიებისას. აჰა, გავიდა იქიდან 100 წელი. ხო. გამოიცა. აი, გეტყვი, ჩემ ვერსიას გეტყვი, ან ვერსიებს, ნო. ერთი ეჭველი რაც მაფიქსდება დავშოთ გადახდა, ხო? ხო. აი, ბურთი ეს არის და ვერ წუდები. ხო. ქუდი თუ მაქვს, ეს ქუდი რას ვიზა რა? ქუდი ანათხდები. ხო, ქუდი ანათხდები და უკვე ხელი გიგრძელდება. ხო, მაგრამ ქუდი შეაკავებს ბურთს. იცი რა, შეიძლება შეაკავს. ქუდს გააჩნია. ქუდს გააჩნია, დარტყმულს გააჩნია და შერაძალით გაიქნება. ანუ მოდი ფიზიკაში არ ჩავიდეთ. კაი. თორემ მან ძლიერი ვარ. არა, აქვს სხვა რაღაცა. მეორე ვერსიაც, მაგრამ დავუშვათ ურტყავს ისეს. ეს კამერა ურტყავს. ხო. მე ვარ მეკარე. და აი დარტყმის მომენტში ვიხდი და ვესწრები. არა, მაგის უფლება არ ყო. ისეთებს აკეთებდნენ რომ აქ ბიჭო, ჩვენ საუბრობთ სოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ მეკარეს. ხო. იმას ისეთი რამე უნდა მოიფიქრებინა, რაც წესებში და მე ისტორიაში არ შევიდა და როგორც დასაცინ. და რატო არის დასაცინი? რა, იმას ქუდს რო ესვრი. პროგრამსმე. თუ არ წერია წესებში რომ არ შეიძლება, მაშინ შეიძლება. აგიხსნი, ხარ ას შვებოდა ეს. სხვა ვერსიები არ გინდა? კი, მინ. აცინებდა. არ ხდებოდა რა. და ეცინებოდა იმას. დამტყმას. აი ხო შეიძლება ისე დაიხურო, რომ ეს ძალიან ჩამოიფხატა და ყურები გადმოდიოდა ეს. ეცინებოდა. არა, მე ჩვენ გავივლით ეგეთ მეკარეს, რომელიც იუმორისტს გავდა სახეს. შემდეგ მასალაში. ხო და შეიძლება ისაცინებდა ვიღაცებს. აი, მაშინ სხვა ვერსია ამ ეტაპზე არა მაქვს. ესე იგი, ამას ქონდა ეგეთი რაღაცა, თვითონ მოიგო. პენალტს რო დანიშნავდნენ. ეს თავს იბრას ვითომ ბრაზდებოდა. ამის დედა ცვათი და ქუდს მოიხდა. ანუ ისროდა მაინც. ის დანიშნვის მომენტში ისროდა ანიქით ანაკით რა, ან მარჯვენა მხარეს, ან მარცხენა მხარეს. აჰა. და რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად ქვეცნობიერში იმ ჯოაქს უჯდებოდა ის ხო და იქ ურტყამდა იმ მხარეს, საითაც ეს ქუდს ისროდა და ესე იწო შენი დედავათირე არის მაგაში სიმართლის მარცვალი. ხო. რომ მე გამიგია ეგეთი რაღაცა მეკარის ფორმას. ნუ ფორმაზე მე მთელი ამბები ჩელსი, რომ სტაფილოსფერი ჩააცვა ჩეხს, რომ ის არის ტუალში რაღაც. ყურადღებას იქცევს ისე რა, რო არც ფიქრობ და ავტომატურად რო ხდება იქითკენ მიგდის შენს დარტყმა. მისკენ უმიზნებ რა რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად. ხო, მაგას ვიზამ. ანუ მეკარის. მეკარისკენ მიგდის დარტყმა თქო. ხო. ანუ შესაბამისად ქუდის იმაშიც არის. ახე რა. როგორი იყო? პლანიჩკას მეთოდი რაღაცაში იქნება. ფეხბურთში უნდა იყოს მე ფსიქოლოგიაში, ხო? კი. მე ფსიქოლოგს ნოკითხავ, პლანიჩკას სინდრომი თუ რა იქნება? ეფექტი, პლანიჩკას ეფექტი. არ ვიცი, ხო, რაღაც არის. ეს მონტი და სკიავიო ინტერებოდნენ ერთმანეთს. იმიტომ რომ იტალიაში თამაშობდნენ. ერთი ბოლონიაში, ერთი მეორე გუნდში ერთმანეთის წინ პოზიციებზე და ჩეხავდნენ ერთმანეთს და ის ერთმანეთს ხავდათ მილიონჯერ დალეწილი და ნაკრებში ერთად რო იყვნენ პრობლემა იყო. და მწვრთნელმა იფიქრა იმ პოცამ რა ვქნავ და ერთ ოთახში შეასახა. ნებდა მეგობრი. ანისა რა იმაში თათოთოში ვისხებს ერთ კაცში და ვის გადარჩება ის არის? არა, ორივე ჭირდებოდა ამას. და გაამართა. ერთ დღესაც შეაღეს და K-pop-დან. გაამართა მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს კიავიო იტალიელი იყო, პოლონიელი, მერვეშვილი იყო ოჯახში და თეთრეულის მაღაზია ჰქონდა შოპლებს. ტრუსიკების თუ ზეწრების და ტანსაც. არა, ტრუსიკების. და ეს ეხმარებოდა ხოლმე და ისეთი მეოჯახე ტიპი იყო, რომ ფინალი მოიგეს, ზეიმზე არც დარჩა, წავიდა მაღაზიაში. ტრუსიკები დაკეცა. ვა. კაი, კიდევ ვინ ყავს აბა გოლის ავტორები? ეს უჩი ყავს ჩეხეთიდან.
პირველი შემთხვევა იყო, როცა დამატებითი დრო ხო, 95 წუთია. გავიდა, წარმოიდგინე ხარ ამბები იქნებოდა იქ. ხო. ტრიბუნებზე ფაშისტური იტალია. ფაშისტები და მაფიოზები სხედან კარგ ადგილებზე. ხო, ასევე ის მსაჯი ხო გითხარი იმას რომ ემბორა. ეს ის მსაჯია. მუსოლინის. ხო. და თან პირველი ტაიმი 0-0 მორჩა და მეორე დაიწყო და ჩეხებმა გაიტანეს. აუ. ხო, მოიცა, ის არ მომიყოლია წესიერად. კომისარიატმა რო წაიყვანა ეს სამი. ხო. არგენტინელი. და იმან რო გაიპარნე. ხა რო გაიპარნე. საფრანგეთში და მე არგენტინაში. ხო, ეს იტალიაში რაღაცა რეაქცია ხომ გამოყვეს. ხო. გაზეთებმა გამოაცხადეს მოღალატეებად. და მუსოლინიმ საქმე აღუძრა ვალუტის გატანაზე. და რომა დარჩა უთავდამსხმელი. ხო, სამივე თუ გაიქცა. ხო. თავდამსხმელი აღარ ყავდა რაღაც პერიოდი, მაგრამ მე იშოვეს. და ბარემ აქვე ვიტყვი. ამ ფანტონებზე მოყვები ბარემ. ორი ხო წამოვიდა იტალიაში და მე გაიქცნენ უკან. სანამ გაიქცეოდნენ ერთ-ერთმა ბენიტო და არქოშვილს. ოჰო. ამაზეც წავიდა. იმიტომ რომ მშობიარობა დაუფინანსა ბენიტო. მუსოლინი. მაშინ დაგინდა ახლა. რაღაცნაირად ისე იყო, რომ ამის დაბადების დღე თუ რაღაცა იყო ბენიტოსი და ვინც გოლს გაიტანსო თუ რაღაცა მშობიარობას დაუფინანსებო თუ რაღაცა და მე ამან თავის შვილს და ვინც გოლს გაიტანს მშობიარობას დაუფინანსებ რაღაცნაირი ის არის. რა, დაპირება? ბიჭო, მე ხო გითხარი, კინოს გიყვები. კინოში ხო ყველა. აი ის აკლია, ვინც გოლს დაიტანს მშობიარობას დაუფინანსებ, ოღონდ ცაცია უნდა იყოს და ცაცია იყო ეს. ფანტონ პირველი. ხო და მე მიუხედავად იმისა, რომ შვილს ბენიტო და ჯარში გაწვევა არესია დაიპარა. დარჩა იმბორს ბენიტო სახელად. ხო. იცი რა მაინტერესებს? ეხლა მე ეს ოქში ისინი მიწერენ მშრალი ინფორმაცია მაქვს. ხო. და არის რამე როგორი გოლები გავიდა ამაზე ვიცით ან პოლიციის პასით, ხურიდან. მაგარი გითხრა. ეს მონტიმ ისეთი გოლი გაიტანა. მონტი ვინ არის ორსი ბოდიში რომ ვერ გადაიღო ერთ ერთმა ფოტოგრაფმა. ვერ გადაიღო ანუ იღებდნენ და არ გამჟღავნდა თუ? არა, ვერ მიადევნეს თვალ. ხო. და მეორე დღეს თავიდან გაატანა. ჟურნალისტებს გადაიღო. აი, რო გაზეთში რაღაცა დაიღო. ბიჭო ხო მაგარია, დილით იყვიძებს სოფლიო ჩემპიონი ხარ და ვიღაც საქმეა გოლი რო საქმე არა გაქვს რა. ირეკავენ ის გოლი რო თავიდან გავიტანა. ვარა დებილობა. აბა ბიჭო. და ხალხმა ის იცოდა? რა? ვინც გაზეთი იყიდა რომ ის იყო ტუხტა გოლი იყო. მეორე არა თუ იცოდა მაინტერესებს თო. არა ხალხს მაგას ვინ ეტყოდა. ვა ჩვენ როგორ ხანდა ბიჭო ოპერატორი რო გამაზავს ხო ის ჩაწერას და თავიდან რა ეს გამოინტერესებს მოიცა ეხლა აქ ბევრი კითხვა ჩდება ავტომატურად აი ეს ორსი გახარებულია გოლი გაიტანა და კიდე გაიტანა რატო არ გაიტანა ისა საცხარი ჩიხი მეკარე გუდიანი კაცი არა ის მოათრიეს არა ფოტოზე ჩანდა რომ ეს ურთავს უბრალოდ რეჟისორმა ესე გადაწყვეტა ხო ხო მაგრამ ეხლა რა ხან ბარემ გოლი გაქონდა ვიღაცა ჩააყენეს კარში სურკიდან ხო მაშინ ნომრები არისო და ვიღაცა ჩააყენეს და არ გუდი დაახურეს ხო და არ გადახტა ის ვა და ისა ხალხი ტრიბუნებზე რაღაცა თუ მან ესეთი ფოტო იყო რომ ის არ აუ მაგარი აწვალეს ფოტოგრაფს ფოტოგრაფ ხირსი იყო ხო რატო ვერ გადაიღო შეუშვეს ფინალზე და გადაიღო აბა ბიჭო ვარა საქმე ხო ხო მაგრამ თუ ერთ-ერთმა ვერ გადაიღო იყო რაღაცა ის მოხდა რაღაცა მოხდა რა ან იკითხდებოდა რაღაცა და ყველა მეტრია და შორის მე ერთხელ დაფიქსირდა იმას კონი მოგიღები კორეა ესპანეთზე თუ კორეა იტალიაზე აი ორი სკანდალური თამაში რო ხო მაშინ კორეის გოლს არავინ არ ელოდა და ყველა ფოტოგრაფი იყო კორეის კარტა
მათ შორის ის ზემოდან კამერების სპაიდერ კამერა ის და იყოს გადაკვეთა თუ არა ბურთი და რაღაცა და იქით რო გავიდა და ვერ გაარკვია. ვა აუ თავიდან რო გული გადა აუ მან კიდე რა იქნება იცი რა იქნებოდა ჩემი აზრით აბა ხო გადაიღეს და თქვენს კაიო ვიღაცა მაინც უნდა რომ აუ კიდე ერთი ხوار გადავიღოთ მაგრამ მოსულები ვარ და კიდე ერთი ხوار გადავიღოთ ხო ეს რო არ ხო ვიღაცა ვიტა რო არ გამჟღავნდეს ხო რაღაცა ჩიტი შემოფრინდეს ან რაღაცა უკანა ფონზე ვიღაცა იჭანება რა ხო სხვათაშორის ალბათ ეგ ფოტო აუ მოუძებნოთ ეგ ფოტო რა მივადოთ აქ ხო რო ამოხტეს ხო და იმიტომ რომ დავცინოთ ეგ ფოტო ბევრი უნდა არსებობდეს სპეციალურად მაგისტი ვა ძალიან საინტერესო არის აი სანამ ჩვენები მოძებნიან და იმას იზავენ ხო მე დავძებნი რომ მოვჩებით ხო ძალიან მაინტერესებს ანუ კაი რა აქ საჯი გავიარეთ ის გავიარეთ სტადიონი რო ეს ის პერიოდია ხო იტალიას დროშაში რო ის ხატია ხო რაღაც გერბი რო სამეფო გერბი არის მეგონი და ფაშისტური იტალია მან დარი ლურჯი ფერი და მაგიტუაციათ ისა ლურჯი ფორმები ნაკრებს ბარემ თქვა სტადიონი სულ მიკვირდა რატო ეცვა იტალიას სტადიონზე მე ადრე ვთქვი პარტიის სახელობის სტადიონი რომის ხო სტადიონი რომის სტადიონი ოქმიდან ინფორმაცია გინდა მაყურებლის 55000 ზუსტად რომ სტადიონს რა ბედი პოტიშ რა ბედი ეცი მე რომში რა აშენებენ ოლიმპიურ სტადიონს ოლიმპიადისთვის და ამას ცოტა მიაგდებენ სტადიონს ხო მაგრამ ეხლა არის იტალიის რაგბის ნაკრების სტადიონი ვა ხო ანუ არსებობს ეს სტადიონი რა თქმა უნდა პარტიის სახელი აღარ ხო კაი ეს არის ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგე პირადად მე ხო ფინალი ხო ერთი ბიჭო მე კარის ამბავი მე კარის ამბავი ძალიან მომეწონა ისა და ეხლა სულ სხვანაირად დავაკვირდები მე კარებს იმიტომ რომ მე რო ვიცი ეს და ეხლა გავიგე განწონებულად ვიღაც გამოსtildeნ ნეკარებს ექნებათ ნაძებნი და ადრე ვირას აკეთებდა ვიცი რას დავაკვირდები პენლის დროს ხუდი არავის არ აქვს მაგრამ ხო არის რომ წყალი მოსვა მიაგდო პირსახელს იმოსვა მიაგდო კიდე რას ეს ხო თავდასხმელმაც იციან კიდე რას დავაკვირდი გაზეთში რო ნახავ გოლის ფოტოს ხო აკვირდი ამას დროს არის გატანილი არა ეხა უკვე AI ძმა ეხა AI ო მაშინდელი AI იყო ხო დილით გავიძეს ხო სანამ ხალხმა გაიღვიძა ხო მიხვდებიან რა კიდე გოლს იტანს ის კაცი კაი პირველ ფინალზე ყველაფერი მოვყევით მე კარგი ბიჭი შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებთ შემდეგზე 38 და 50 ფინალებს 50 ფინალს სხვადასხვა ყველაზე უფრო მოკიხე ხო გახსოვს მაშინ გამახსენე რომელია და კეთო ის ურუგვაელმა რო თარჯიმანი მოითხოვა და პროტესტად რაღაცე მაგრამ ეხლა სხვა კუთხიდან მოგიყვებ მოედანზე რა ხალხი ტრიალებს ჯიგარი ხარ სტადიონზე წვრთნელები მსაჯები ისა ამასობაში კიდევ ერთხელ გამოვიწეროთ კიდევ ერთხელ დავალაიქოთ დავაკომენტაროთ და დაველოდოთ შემდეგსა